იცი რა, სიმართლე რომ გითხრა და ძალიან გულახდილი ვიყო, დათრგუნული ვარ და დაახლოებით ასეთი განცდა აქვს საზოგადოების უმეტეს ნაწილსაც ბოლო პერიოდში. ხალხი ერთმანეთს ქუჩაში რო ხვდება, ტრადიციულ კითხვაზე როგორ ხარ, პასუხი არა აქვს, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. ქართულმა ოცნებამ პირდაპირ ტერორი დაიწყო, შენ სწორად აღნიშნე და პარალელი გაავლე 37 წელზე და აი ამ სარჩელს თუ წავიკითხავთ, მართლა ლონდონიდან ბომბეიმდე თუ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას ედავებიან და აბრალებენ ნანუკას, ძალიან ძიმედ მივიღე ეს ამბავი და მართლა მაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ალბათ შენც და მე თანხმები ამაში, რომ ჩხრეკის შემდეგ შეიძლება ნანუკა დააპატიმრონ და მეორე ჟურნალისტი გახდეს, ვინც გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს ასე არ იქნება. ორი ფაქტორია აქვს დღევანდელ ამბავს. ერთი ის, რომ აქციის მონაწილეებს ეუბნებიან, რომ ჩვენ თქვენ დაგაჯარიმებთ თუ ქუჩაში გამოხვალთ და თქვენ თანხას ვერავინ ვეღარ გადაიხდის და მეორე ჩვენ ჟურნალისტთა კორპუსს გვითვლიან, რომ ყველას დაგიჭერთ. ზუსტად ისე, როგორც ბოლშევიკები ამბობდნენ, მაშინ პასუხად იყო, რომ ყველას ხომ ვერ დაგიჭერთ, მაგრამ ბოლშევიკებმა ყველა დაიჭირეს. დრო არის მას შემდეგ გასული, საქართველო აღარ არის რუსეთის ნაწილი, აღარ არსებობს ციმბირი, ციხე გაავსეს ადამიანებით, ციხეში ადგილი აღარ არის და ეხლა სულ სხვა თაობაა, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობაა და ყველას დაჭერა და ყველას ტერორში მოქცევა შეუძლებელი იქნება. ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა ბოლო წლების მანძილზე. ნანუკა ის არ იყო მხოლოდ ჟურნალისტი, დიდი სოციალური ფუნქცია ჰქონდა, მე ვიცი რას ნიშნავს მძიმე გაჭირებაში და მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან ურთიერთობა რამდენად რთულია, თითოეული кейსი როგორ დაწვრილებით უნდა შეისწავლო და რა ემოციურ და ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს ეს ყველაფერი და რამდენი ბავშვია გადარჩენილი, რამდენი ბავშვი ეხლა არის ცოცხალი იმის გამო, რომ მათ ნანუკას ფონდი დაეხმარა. ამ ქვეყანაში ქოცურს საქართველოში ქველმოქმედის სახელი უნდა კონდეს მარტო ბიძინა ივანიშვილს. ოღონდ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი არ იყო, ის აკეთებდა ინვესტიციას, იმიტომ რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავის დროზე გვერდში დაუდგა, მერე მხარდაჭერა მოთხოვა და ზუსტად ვიცი, რა უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ ის ცნობილი მსახიობები თუ რეჟისორები და ამაგდარი ქართველები, რომელსაც თავის დროზე ეხმარებოდა და მერე მხარდაჭერა მოთხოვა. მახსოვს ძალიან კარგად პროფილში სტუმრობას უკრძალავდა მაგალითად, იმიტომ რომ პროფილი რუსთავიორში გადიოდა და სპეციალური ნებართვის აღება ჭირდებოდათ ბიძინა ივანიშვილისგან, რომ რუსთავიორის ეთერში რომ არ წყენოდა ოლიგარქს. ანუ ვალდებულად თვლიდნენ ოლიგარქს რომ არ წყენოდა და ვალდებულად ესენი ძალიან ღირსეული ადამიანები იყვნენ და თავს დავალებულად გრძნობდნენ. ბიძინა ივანიშვილი როცა ეხმარება ვინმეს, შემდეგ თავს დავალებულად აგრძნობინებს და ეს ადამიანები თავს მოვალედ თვლიდნენ, რომ ნებართვა აეღოთ, ხან აძლევდა ამის ნებას, ხან არ აძლევდა, ხან ნებართვის გარეშე მოდიოდნენ. ეხა არ მინდა თემას გადაუხვიო, იმიტომ რომ მართლა ძალიან დათრგუნული ვარ დღევანდელმა ამბავმა, ძალიან ძიმედ იმოქმედა ჩემზე. ნიკამ სწორედ აღნიშნა, ეს იქნება პირველი ნაბიჯი, შემდეგ გადაუვლიან ჟურნალისტთა კორპუსს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ტელევიზორს უყურებს. ბიძინა ივანიშვილი არ უყურებს მხოლოდ პროპაგანდისტულ არხებს და ძალიან კარგად იცის რეალურად რა ხდება ქვეყანაში. და ის, რასაც ოპოზიციური მედია აშუქებს, მას უნდა რომ აღარ ესმოდეს. მას უნდა რომ უბრალოდ აღარ არსებობდეს აღარც მთავარი, აღარც ტელევიზორი, აღარც ფორმულა და არც ერთი ონლაინ გამოცემა და ჩვენ მართლა მივდივართ უკვე ძალიან ახლოს ვართ ლუკაშენკოს რეჟიმთან, ერთადერთი თავისუფალი სიტყვის ჩახშობა დარჩა და უკვე ბელორუსში ვართ. რაც შეეხება ნანუკას თემას, ჩემზე კარგად მას ძალიან ცოტა კოლეგა თუ იცნობს და ნანუკას თუ გინდა რომ ებრძოლო, ის არ უნდა შეიმჩნიო და თუ გინდა რომ ძალა მოემატოს, ნანუკას უნდა ებრძოლო. მართლა დრაკონივით არის, ეხლა ზუსტად ვიცი რომ გაასმაგებული ძალა აქვს, გაასმაგებული ენერგიით არის, ღმერთმა დაიფაროს, რომც დაიჭირონ, იქიდან სულ სხვანაირი ნანუკა დაიბადება, ამიტომ რეჟიმს თუ უნდა რომ სახელი და გვარი ნანუკა ჟორჟოლიანი საერთოდ სხვა სიმაღლეზე აიყვანოს, მას უნდა ებრძოლოს. ხანდახან მგონია რომ ძალიან არაადეკვატურად იქცევა ხელისუფლება. ნიკას დავეთანხმები, მართლა კუთხეში მომწყდეული ვირთხასავით არის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე გვიმტკიცებს, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი მას არ აღელვებს და ყოველდღე თავის ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ქუჩაში ცოტა ხალხია, დიახაც
რომ ადარდებთ და დიახაც რომ თავებად ითვლიან ამ ადამიანებს, სხვა შემთხვევაში ყოველ დღე ასეთ ახალ-ახალ სიურპრიზებს არ მოგვიწყობდნენ.